თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე. აუ დავკომპლექსი რამაღლები არიან რა. NBA-ში მოთამაშე ქართველი კალათბურთელი. ის არ მოთამაშეა, შემოიწყო თამაში. და ეროვნული ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელი. დიდი ფულის მოსაგებად ემზადებიან. ფულება რა შეიძლება იყოს? ფულება. თუმცა თამაში მოგებაზეა. მოგება კი მხოლოდ იყბალზეა დამოკიდებული. ცოტა სერიოზულად ხო იქცევი სულ თამაში. სერიოზულად თამაში. სერიოზულ საკითხებზე. თამარ ძირდავა და თენგიზ მარგველაშვილი ცდილობენ გადაანაწილონ ფუნქციები და მონაწილეობით დაიკავონ ლიდერის პოზიცია. ანტაზა არ დანებდე. აუ რახმა იქნება. ნუ ჯერებ მეგრელია ამას რას უჯერებ რაც ჩემს ხალხს არ ვაპარ. აი ეს სიყვარული გადამეებს რა. იმედზე ფულთან თამაში გრძელდება. მოგესალმებით მადლიცემლო ტელემაყურებლებო. ეს არის შოუ ფულთან თამაში. რამდენი ფული გვაქვს თურმე ხედავთ? 100,000 ლარი დევს ჩემს წინ და ამ თამაშს წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. ეს თითო შეკვრა 2,000 ლარიანი შეკვრა, იცით ამის შესახებ, ასეთი სულ 50 მაქვს და ხალხი მოდის იმისთვის, რომ ეს ფული გახდეს მათი და შემდეგ კი შეინარჩუნონ ჩემი 8 შეკითხვით. ნახოთ რას იზამენ ჩვენი ცნობილი წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოებისა. მაღალი ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან სათამაშოდ. თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე, შევხვდეთ. მოდი თქვენ ორ-ორი კიბითაც შეგიძლიათ იაროთ. ერთი წამი. ეს ძალიან ის არის რა. სად დაიზარდენით ამ ხელები ბიჭებო? ჩვენთან? ეს ხო ჩავარდება. არ ჩავარდება, არ ინერვიულობ. 2 და 7, 2 და 10. ტაში არ მესმის. გვიხარია შენი წარმატებები. დიდი მადლობა. იქით ოგეარის ფირმა ხო არის ამბავი, რაღაცა კარგი ამბავია. კი. ხო და ძალიან გვიხარია და მომეცა საშუალება რომ აქ თქვათ ეგ ამბავი და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. რანაირად მოხდი ამ გაუგებრობაში იქითკენ? იქით? ხო. დიდი ამბავი. დიდი ამბავი. მაგ გაუგებრობისკენ მივიწევ მთელი ჩემს ხარ. მთელი შენი ცხოვრებაა ეს 21 წელია, ხო? რაც დაიბადე. კი. 21 წელია მივიღწვი იქითკენ. რა კარგია, მეც 40 წელია. მივიღწვი იქითკენ, მაგრამ აქ ვარ. და ბოლომდე აქ ვიქნები. ასე ვიქნები. მართალია საზოგადოებას უკვე ყელს ჩამოუვიდა ის რომ ყველგან დუტაო ამბობენ, მაგრამ მე მგონი ერთადერთი ქვეყანა ვარ, სადაც დაცინიან ადამიანს, რომელიც ბევრს მუშაობს. ეგრე ხდება ხოლმე საერთოდ. და არ შეიძლება ეგა თქო. ეს ამას ამოჭდიან მე იმედი მაქვს, მაგრამ მაინც რო არ მეთქვენ რომ მე შევახ ხოლმე მაგრამ. შენ რა შვებ? ეს თამაშობ წელს. ეგ ხო ვიცი. მომიწახეს და. ხო კარგია აქ რომ მოხვი. ეხლა ჩვენ ერთმანეთს მივესალმეთ. რა ხდება იცი ეს 100,000 უბრალოდ გახდა თქვენი. თქვენი თამაშის წესები არის ასეთი, მოვიდა სტუმარი სათამაშოდ ფულთან და ფული ხდება მისი. თავარი არის როგორ შევინარჩუნებთ ამ ფულს. მთელი თამაშის პრინციპი არის მაგაზე აგებული. შენარჩუნებაზე თამაშობ. ესე იგი თამაში აუცილებელია. თამაში აუცილებელია, იმიტომ რომ დაცვის პოლიცია გვიცავს, გაიგე, მაინც ყოველ შემთხვევაში. და ერთი ამბავია, 8 შეკითხვა ბევრი კი არ არის. სულ რაღაც. აუ დავკომპლექსი რამაღლები არიან რა. დაიჭირეთ. რა შევამოწმოთ? შეგიძლიათ ეს დაიჭიროთ კიდე. ბევრი დაიჭიროთ, თუ იგრძნოთ. ეს ფული არის თქვენი. ძიმე ყოფილა. ძიმე ახლა 2,000 ლარიანი შეკვრებია, ისე კი არ არის სტანდარტები. ვერ ჩაიდებ ჭიმებში ამას. მე.
კარგი, მზად ხართ რომ დავიწყოთ თამაში? კი. წარმატებებს გისურვებთ როგორც პირად ცხოვრებაში, როგორც სპორტში, ასევე აქ. ჩვენ თამაშობთ ფულთან. კარგი, ესეთი წესები გვაქვს. გამოდის ორი კატეგორია, ვირჩევთ ერთ-ერთს, მე გამოდის 4 სავარაუდო პასუხი, უკვე ამის შემდეგ მოდის თავარი შეკითხვა და მე ვამბობ, წავიდა დრო თქო და მიდის 1 წუთი. გაქვთ იმისათვის რომ მოიფიქროთ თან ფული დადოთ სწორ პასუხზე, ერთზე, ან მეორეზე, ან მესამეზე, ან მეოთხეზე. ვაიდა არ ვიცით სწორი პასუხი. და ეჭვი გვაქვს რომ აი ეს შეიძლება იყოს და ან ეს შეიძლება იყოს. ან ეს შეიძლება იყოს, ბიჭო, ესე შეიძლება იყოს, 4 არა. ფული ნაწილდება მხოლოდ 3 ბოქსზე, ერთ-ერთი უნდა დარჩეს აუცილებლად თავისუფალი. ან 2-ზე ნაწილდება. შეგიძლიათ 2 დატოვოთ, 2-ზე გაანაწილოთ. მოკლედ ეგ თქვენი შეხედულებების და მიხედვით. მზად ხართ? შევთანხმდით, კი. კარგი, წავიდა. კატეგორიები ეკრანზე. პირველი ეტაპი. ურთულესი შეკითხვა იქნება, ბიჭებო, დამიჯერეთ. ხალხური სიბრძნე და ქართული პოეზია, რომელი? ხალხურია. მოგითხარით ურთულესი იქნება მე. რამე გვი ანდაზა იქნება, ქართული პოეზია უფრო რა. სიბრძნე ქართული. ხალხური, ბოდიში, ქართული პოეზია არა, ხალხური სიბრძნე. ხალხური სიბრძნე შეიძლება იყოს ეს მაგალითად იამაიკური ხალხური სიბრძნე. შეიძლება იყოს მაგალითად ეთიოპიური ხალხური სიბრძნე, იმიტომ რომ ხალხური სიბრძნე ჩვენ არ აქვს დაკონკრეტებული რომ ეს ქართული შესაძლოა შეგვიძლია. მაგრამ უბრალოდ შეგაშინეთ რა მეტი არაფერი. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი ბიჭებო. პური, ქადა, ხაჯაპური, მჭადი. გიწერია, მაგრამ ჭადი უნდა თქვა მაინც. ჭადი. ისევე როგორც წნილი, აი სხალი. ყვარი და გელი. რაც არის გელი? გელი. ო, აბარა. არა, წული, პური, ქადა, ხაჯაპური, მჭადი. ესით ვიცი რაც ხდება ეხლა მე გგზნო ამის დამიხედეთ, მაგრამ ნახოთ მაინც შეკითხვა რა გვინდა, რა გეკითხებია. რაჭამა სამართალმა ქართული ანდაზის თანახმად. სამართალმა? პური, ძამა პური. დავდოთ თან თამაში. აიცა მოგეხმარებით. მაგას ეგრე ვერ გადაიტან მარტივად. წვალება უნდა 100,000-ის შენარჩუნება. წავიღებ. რა სიმაღლეები არის? მიგითხარი. აბა როგორ მეგონა რომ მე 91 ვარ თქო და მაღალი ვარ თქო, მაინც საშუალო სიმაღლის ბიჭი ვარ თქო, კაცო. ბავშვობაში ვფიქრობდი. მეგონა უფრო დაბდები, ნე. შეგვიძლია დრო გავაჩერო, თუ დარწმუნებულები ხარ. შევაჩერო? აჩერდი. რაჭამა სამართალმა ქართული ანდაზის თანახმად. სამართალმა? პური. პური ჭამაო? იქნება ხაჯაპური ჭამაო? ინემ ჭადი ჭამა. გააჩნია რომელი კუთხია, გაიგე? იმერეთი თუ არის ხაჯაპური და ჭადი, მაგრამ უშაობს მაგეთ. ქართლისკენ ქადა და პური. კახეთისკენაც. ისე კაი პანტას რო შეჭამს, ხალს რო შეჭამს. სწორი პასუხია. მახსოვს ერთი მულტფილმი თქვენ რა გიახსოვებთ? აჰა, პური ყოფილა. გამოვიტანე. ომბლე ამთავრებდა ესე თავის ამბავს, გაიგე? მულტფილმი კომბლე გახსოვთ თოჯინური მულტფილმი? იცით ხო ეგ მულტფილმი? ანუ თქვენ პატარები იყავით, ჯერ კიდევ აჩვენებდნენ ქართულ მულტფილმს. ქართულ ტელესერიალს. საბედნიერო. რა კარგია. ვიყავ. ხო, ჩემმა შვილებმა ეს თუ არ უყიდე და თუ ძალით არ აჩვენე, ესე არ იციან. გამოდიხდა. პატარა ყოველ შემთხვევაში. იქ არის რომ კომბლე რო დაიბრუნებდა თავის ძროხას ჭრელას, გაიგე? ესე ამბობდა რა, მერე კომბალს იდევდა ხარ და სამართალმა პური ჭამაო. აი ეს ეგეთებდა მე დაწებებული ულაშებზე, 3 წელი ჯოხი ქონა დაწებებული, ნუ. გახსოვთ ეგა, ხო? კი. დაიყვანეს ჩემი ჭრელა. გილოცავთ 100,000 შეინარჩუნეთ, ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ ერთ შეკითხვას გავართვით, თავი უკვე 7 დარჩა, მაგრამ 100,000 გაქვთ. ცუდია? არა. აბა მეორე ეტაპი ვნახოთ, რა კატეგორიები უნდა შემოგთავაზონ ახლა? თქმულება, ისტორიული კუთხე ბიჭებო, აბა ყურადღებით.
თქვენი სფეროა, თქვენი. თქმულება შეიძლება იყოს. რამე გამონათქვა. მეც რა ლაპარაკობ? ეს გამაგები. თქმულება რა შეიძლება იყოს? თქმულება. ნო, რამე გამონათქვა იქნება, რომელიც კომის ნობილი და ისტორიული კუთხე. ისტორიული კუთხე არ არის. საქართველოს ან ო, შეიძლება რა სხვა. ისტორიული კუთხეა რა ვიცი. თქმულება რა ისო ქართული იქნება. აი, თქმულება. როგორია მაქედა რო იყურებით სულ ზემოდან? აი, კარგია. კარგია ხო? ხაერი ხო, სუფთა ხაერია ხო მანდ უფრო. რა განაწყვეტილება მივიღეთ? თქმულება. ესე იგი ზემოთ ზედა. ზედა. თქვენთან თვალის გასწვრივ რომელიც ხო? ხო. თქმულება. ნახოთ აბა ჩემთან 4 სავარაუდო პასუხი ქვემოთ. პასუხი. შუბი. მახვილი. ის არის შურდული. შურდული რომელია იცით? ეს რა ისწრება? ნახოთ აბა თქმულების თანახმად რაო, რა? ვინაო? რა იარაღით დაამარცხა დავითმა გოლიათი? შურდული. დავიდა დრო. შუბი მახვილი ის არის თუ შურდული? არც დაფიქრდნენ პასუხი ისე შემოგთავაზე, არც კი უბიჭიაც საერთოდ. გავაჩერათ რა. გაჩერდი! სულ ესე გიჯერებს ხოლმე? რა? სულ ესე გიჯერებს? კი, ყოველთვის. აბა ვნახოთ რომ ვიტყვი გამოდის ხელო? არ ჩავარდე რა. არ ჩავარდე. სწორი პასუხია შუბი. დავითმა გოლიათი დაამარცხა რითი? ის რიში. ქვაესროლა. მარტყა? თუ დაამარცხა მარტყა, მოუტყია. значит მოუტყია. აბა დავითმა დაამარცხა გოლიათი, ეგ ვიცით. რითი? რითაო და ხითაო. აჩერეს ხემოხთა. ერთი არ ვარ, მეორე არ ვარგა. მესამეც არ ვარგოდა. რა უნდა კილოთავთ 100.000 ისევ და. კარგია, მეორე ეტაპი გავიარეთ 100.000 დევს ჯიბეში. ეხლა წესი დიქაურ ხელფას ვერ შეედრება, ხო, მაინც? არ ლაპარაკობენ ხოლმე ამ თემებზე, მაგრამ თუ არ დაგბეგრავთ? როგორ არ დაგბეგრავთ, აბა რას ქვია, არ დაგბეგრავთ. დაგბეგრავთ რომელია? იბეგრება ეს თანხა სხვათა შორის აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გინდა ჭეშმარიტი სახელმწიფო თანხა დაიბეგროს. თუ არ გვინდა ჭეშმარიტი სახელმწიფო, მაშინ გაგატანთ ისე. მოგზაურობთ ბატონო ჩვენ და გავახალი და დაასხი, წაიღეკა. და წავა მერე კორუფცია. მე 10-ზე დაგელაპარაკები. საიდან იწყება კორუფცია? და თურმე. ესე იგი მესამე ეტაპის ჯერი დადგამ და ისევ ორი კატეგორია გამოდის, ფულთან ან თამაში, რომელი? ქართული კინო და მონარქია. ქართული კინო და მონარქია არ გვინდა. არა, მონარქია, ზევით. ისევ ზევით, ზედაფლანგი, ქართული კინო. ანუ ქართული კინემატოგრაფი, მაინც ახლა ისეთ ტერიტორიაზე იმყოფება ჩვენი პავილიონი, რომ კინოსტუდიის ტერიტორია ყოფილი კინოსტუდია იყო აქ ადრე. ქართული კინო რო ცოცხალი იყო და მოვოქრობდა მაშინ. ქართულ კინოში გვაქვს 4 სავარაუდო პასუხი, წამოვიდა ვიჯებო. ქრისტინე, ელისო, არსენა, ჯანყი გურიაში. ო, ბიჭებო, როგორი არასასიამოვნო შეხვედრა გეთზე ქართულების. ნახოთ აბა. ქრისტინა ადაგიშავე. დაასახელეთ პირველი ქართული მხატვრული ფილმი. ისიც პასუხი, სიჩუმე იყოს თუ შეიძლება დარბაზში. ელისოში. ქრისტინე ამოვიდა. აბა, დრო მიდის, 50 წამია. არსენა მგონია მაგა. შანელი ეს ფიჭმელისა რა. შენელს და ახასდა.
კრისტინე როგორ 35 წამია. მოდი, ამაც ეკავოთ ძირითადად ამოს რა. ერთი უნდა დატოვოთ, ერთი უნდა დატოვოთ. კრისტინე შეიძლება რომ იყოს ჩემი აზრით. ბიჭო, იქიდან მოვაკელი ცოტა აკეთავდეთ. ჰა? მე თარ ჩანელი ეს თხა გავასწოროთ, იცი რატომ ეს დარჩება, ჩემი გახდება და თავის მაინც. მე კი მაწყობს, მაგრამ 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0. როა მოიწურა. ვა, კრისტინე რაღაცა არ მოგეწონათ თქვენ. კრისტინე, რატო არ მოგეწონათ? არ ვიცი. ელისოს ვერ დავითვლი, ყველაზე ბევრია 5-ია, 15. ანუ 30000 არსენას. ვერთი მაღალი ახსელა. და ეს არის 6 ცალი 12000 ჯანყი გურიაში. დანარჩენი შესაბამისად დევს ელისოზე. რატო გადაწყვიტეთ აი ესეთი გადანაწილება ამ ყველაფერს? გავყავით ამ კიბისებრი განვითარება, ჯანყი გურია, არსენა, მე 18000 უკვე აქეთ. არ არის ცუდი გადანაწილება, მაგრამ კრისტინე რატო დამიტოვეთ ასევე რა ხვდები? აი კრისტინე პირველივე რომ გამოვიდა და ეს კრისტინე რატო გასმერჩოდიო? კრისტინე თან მგონია რომ პირველი ქართული კინო კრისტინე შეიძლება. აბა ელისო შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი ქართული. ელისო უფრო ქართული სახელია რა. არსენა. კრისტინე უფრო კრისტინე უფრო პრეტენზიები რო გაგვისწრე რომ ისკენა. ჯანყი გურიაში? მაგრამ გურიამდე აქეთ გადაიღებდნენ ცოტა. ხო, არსენაც ცოტა რაღაცა მე როგორ არსენა. ეს რომელი არსენაა მეტად? მიდი. ნერვიულობთ? ავღელდით. ზორი პასუხი, ფულს კარგავთ. პირაფი გაფრთხილებთ. შანსი არ გვაქვს. ცალ-ცალკე ჩაიყრება თუ ერთად შეიძლება. კაცმა არ იცის როგორ გადაწყვიტავს ვაკუუმი, რომელიც ამას იჭერს ახლა. არ მეთქა რომელიც მძიმეა პირველი ის ხან როგორ გაჩნდა. ნახოთ სწორი პასუხი. ბიჭებს აინტერესებს ღელავენ. ჩვენც ღელავთ, რომ გვინდა რომ დიდხანს იყვნენ კიდე თამაში, ასე რომ ელისო. დიდხანს რო გვინდა რომ იყვნენ, მოდი ცოტა გავწელოთ მაშინ დრო. რომ დიდხანს ხო უნდა იყვნენ. აბა აგინეთ. კრისტინე როგორცა. ჯანგი გურიაში ჩავარდა. მოგვიყევით რამე თქვენ შესახებ, სანამ ეს ვარდება ესენი. ვარდებიან. აბა რას აპირებთ ახლა? როგორ მიდის ცხოვრება, რა ხდება? თამაში კაი გავიგეთ. ისე რას აკეთებთ გარდა თამაშისა? ცოტა სერიოზულადაც ხო იქცევით, სულ ხო არ თამაშობთ, ხო გამოხვედით მაგას აქედან? სერიოზულად თამაშობთ. სერიოზულად თამაშობთ, სერიოზული სახებით. აი, ჩაგდე ხა. ჩაგდე. აჰა. ჩავაგდე. ჩავაგდე? ეხლა კიდე გავწელოთ დრო. შენ როგორ თამაშობ? უფრო სერიოზული სახით თამაშობ თუ ეს უფრო სერიოზული სახით თამაშობ? ეს უფრო სერიოზული სახით რა. შენ უფრო სერიოზული სახით. და რას ამბობენ ისინი, მაგრები რო არიან ტელევიზორი და რო ვიცით ჩვენ? ჯერჯერობით არ აქვს. ჯერჯერობით არაფერ? ელიან. რას ელიან? მეც վել. რატო ხო შედიხარ ხო? ხომ. ზუსტად იცის თან იმან ხო, რამდენი ხანი უნდა შეგიყვანო? კრისტინე თუ ელისო, ელისო თუ კრისტინე, მეოთხე შეკითხვაზე ან გადავდივართ, ან არ გადავდივართ? ის არ მათამაშია, შენ მაინც ხო თამაში. როგორ არ გათავები ხო? ცოტა ხნით, მაგრამ იცი ზუსტად. მე წახვალ რაღაცა ზუსტად. აი აქედან რო იცი ხოლმე ესე. რომ ბოლომდე რომ იცდები და მე რო ჩატენი ხოლმე, ხო გამოგდეს ხოლმე იქ. ეგ როგორ მოახერხე? ბევრი ვარჯიშით. კარგი ხარ. ნახოთ სწორი პასუხი. ეს უნდა გავაკეთოთ, ხო? როგორ არის? ესია, ხო?
მაგრამ ისე არ გაგიშვათ ხელსარიელები. ჯეოსერისგან ჯეოკონექტები, ეს არის ყველაზე მობილური ინტერნეტი, ფოტოშოპის საკმაოდ სწრაფი. რავი, დიდი მადლობა რომ მოხვედით. დიდი მადლობა თქვენ. მაქსიმალურად გავწელეთ რომ დიდხანს ყოფილიყავით ჩვენთან გადაცემაში. მიხარია რომ იყავით, აბა ჰე. წარმატებებს გისურვებ, უფრო მეტი ხანი გამოჩდი ხოლმე მოედანზე, უფრო მეტი ბურთები ჩაყარეთ და აბა თქვენ იცით, მეტი ქულები და წარმატებები თქვენ. გაიხარ. დაიმშვიდობოთ ამ არაჩვეულებრივ სპორტსმენებს. ჩემსკენ მოემართება კახა, რომელსაც 100,000 ისევ მოაქვს ჩემსკენ და კახა. მოდი დაიკავოს ამ ფულმა თავისი ადგილი, მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენთან გრძელდება თამაში და ამ თამაშს გააგრძელებენ ჩვენი სტუმრები. თენგიზ მარგველაშვილი და თამარ ციrdava. გთხოვთ! ციrdava. გამარჯობა. ძალიან სასიავნოა მარგველაშვილი. ასევე. ხო დაიკავოთ ადგილები. ესე. აი მაგიდისკენ შენდადექი, ახლოს შეთოთა წინ მოდი ჩვენ. უთარ ახლოს რომ. ხო, იმიტომ რომ ხედავთ ჩამოგართით ეს ფული თქვენია პრინციპში, ახლოს რა თქვენია და აი ეს ვინმე გჩუქნით უცვათ 100 ლარს, 100,000 ლარს. რასა? ლარს მაინც ესე უცვათ. გამარჯობაში. ჩვენთან არის ესე? აჰა. ევროპაბეთი წარმოგვიდგენს ფოტოშოპის ამ ამბავს. ჩვენი დაცვის პოლიცია გვიცავს სხვათა შორის. ეს გაცილდება. ნაღდია. დავწმუნდით. არა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის ოღონდ როგორ არის ხა? ეს 100,000 გახდა თქვენი, მაგრამ ეხლა ეს უნდა შეინარჩუნოთ. მთელი მუღამი არის ამ თამაშის ის, რომ ფული უნდა შეინარჩუნოთ, რაც შეიძლება მეტი. ამიტომ როგორ გაანაწილებთ, როგორ გადაანაწილებთ, როგორ ითამაშებთ, თქვენზეა დამოკიდებული ამ ფულს რამდენს დაიტოვებთ თან. ერთი უჯრა სუცარიელი გქ, ხო? ერთი უჯრა სუცარიელია, სასარგებლოა და არა სასურველი რომ სამი იყოს ცარიელი ყოველთვის. ერთზე იდოს თანხა და ის ერთი თანხა მუშაობდეს აქეთ იქით. თამაში გვაჩვენებს. კარგია, რა პროფესიის ხარ? ეკონომისტი. რა ყველა ეკონომისტები ხარ? რომელ წლიანები ხართ? მოდაში რო იყო ეთქვა მაშინ. აი ბოლო პერიოდი. აი ყველაზე აქტიურ ფაზაში რო შევიდა ეკონომისტობა, ხო? დაახლოებით. შენ? ჟურნალისტი. რა საპარატო? და რა საკეთებ? ამჟამად ჩემი პროფესიით არ მუშაობ. აბა რა შვები? მუშაობ ავტოტურში, ესეთი კომპანია. კარგი, აბა ჟურნალისტიკას დავხსენებ, მადუნა იმუშაო, სხვაგან სადუნა იმუშაო. შენ პროფესიით მუშაობ? არა, არც. არ შენ. შესყიდვების მენეჯერი. ნუ მაინც ეკონომია. კი, საქონელ ბრუნვანა. ხო, ყველაფერი მაინც არის. და გასაგებია, მეც არ მუშაობ ჩემი პროფესიით, მე მსახიობი ვარ, ამ დროს შეუმენობა დავიჩემე. ხანდახან თამაშობ ხოლმე სპექტაკლებში, კინოშიც. იშვიათად, მაგრამ. აი ძირითადად ესეთი საქმიანობით დავკავდი. კიდე მეორე პროფესია მაქვს, ფეისი. კარგია, ხალხ ჩუქნი ფულს. მე არა. მეტი კეთილი საქმე რა უნდა აკეთო? მე ვიძლევი 100,000-ებს ესე. უმალთ ისინი რამდენს წაიღებენ აქედან ეგ არის მთავარი ხო. ჯერ 20 ძლეოდი, ახლა 100 ძლეოდი რა. მაგრამ 50-ს ვიძლეოდი იყო ეს. ჩვენი წესები არის მარტივი, გამოვიდა კატეგორიიდან ავირჩიეთ, რომელიც ჩვენ უფრო ხელგვეწიფება. მე ნახეთ 4 სავარაუდო პასუხი მერე გამოვიდა. შეკითხვა და უკვე 60 წამი გვაქვს იმისთვის რომ თანხად მოვათავსოთ სწორ ბოქსზე. თუ არ არის სწორ ბოქსზე, ის ფული წავა და წავა. და გვეკარგება. ასე რომ მოუფრთხილდით თქვენ 100,000 მარგველაშვილთან და დაგვარი ხარ გოგო შენ? ციrdava. ციrdava ძალიან და თამაშობ ფულთან გარაჩე. ციrdava. ყურადღებით გარაჩე. ვიწყებთ ახლა თამაშს, ვიწყებთ ახლა ფულთან. ფულთან თამაში და ორი კატეგორია. ანდაზა.
და ზღაპარი. ვაიმე. აკრა, ჩემთან ძალიან ახლოს არის. რომელი? რომელიც გინდა. ზღაპარი, ანდაზა, ზღაპარი, რა ვიცი. მიდი ანდაზა, ანა. ანდაზა? მიდი რა ზღაპარი რა. მე არ დამიჯეროთ ხოლმე ხან. ანდაზების წიგნი ხო იცი რა? ქართული ანდაზების წიგნი. და ქართული ზღაპრების წიგნი ხო იცი რა ხელა. რომელი? მიდი რაც გინდა ანდაზა. თუ ზღაპარი. ანდაზა. აი. ვახ, აი, ზღაპარი. გრული სახრა მაინცა. აი. არ დანებდე. ზღაპარი. აგე? აი? კაცმა თავის სიტყვა თქვა. ხელს დაარტყი, აი დაარტყი ხელი ბარეგამ, მიდი. გაიგე გოგო. ანდაზა. აი, იყოს ანდაზა. პირველს დაუთო. აი ეს სიყვარული გადამრევს რა. ანდაზა. 4 სავარაუდო პასუხი. იყავდა. დაინახა. საქმითაო, თავითაო, ცევითაო, ნებითაო, ერიქა. ოი, მე. კითხვა? რაღაცა დავითი უნდა იყოს მე მგონი რა. ნახოთ აბა, ნახსენები უნდა იყოს ეს. რაცაო, მოგივა დავითაო, ყველა შენიო დაასრულეთ ცნობილი ქართული ანდაზა. ყველა შენი? თავია? რაღაცა. როგორ ეფობი ფულს? ეგ თავითაო ის არ არის? თავითაო ეგ არის? თავითაოა? არ და რა დაგჭათ ახლა დრო გააქვს ბევრი 40 წამია და შემიძლია გავაჩერო ეს დრო. გავაჩერო დრო. მაშინ შეჩერდი წამო. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი? თავითაო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი საქართველოში, რაც ყველას უნდა ახსოვდეს. ყოველთვის თან. იმედია ჩვენს გვახსოვს. არა, ყველას უნდა ახსოვდეს თან, ყველას. მე მოგიწოდებთ ხალხო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ რაც მოგივა დავითაო. დავითაოს გულისხმობენ ჩვენ, საზოგადოება ესე კონკრეტულად მოგვიწოდებს, ხალხური სიბრძნე მოგვიწოდებს. რაც მოგივაო, ყველა შენი ბრალი იქნებაო. ოღონდ როგორ არის ეგ ნათქვამი? საქმითაო, ქსევითაო, ნებითაო თუ თავითაო? თავითაო. რა იცი? ვიცი. თაველა. აიმე. მაიჭოქი. დააბრუნებ ფული უკან და ისე საოცარი ანდაზა. ყველაფერს აი მაგალითად ახაც ხო მოხვედით 100.000 გაქვთ პირველი კითხვის მერე ისევ 100.000 გაქვთ და აი მე რაც მოხდება რა თქვენთან დააბრალეთ ანუ რაც მოგივათ დავითაოთ მრავლობითში უნდა გადაიტანო ყველა თქვენი თავებითაოთ ესე იგი 100.000 გვაქვს მეორესთვის მზად ვართ მზად ვართ პირველი კაი იყო ხო აზრი კი თამაშობთ ფულთან მეორე ეტაპი ორი კატეგორია გაროში ცნობილი ოჯახი ქალაქები. გეოგრაფია. ქალაქები. გეოგრაფია კარგად იცი? შედარებით. გეოგრაფია ისე გითხრა, სიყვარული. ჩემზე უკეთესად იცის ყოველ შემთხვევაში. ცნობილი ოჯახი. ცნობილი ოჯახები არის, იცი? ხო, რა ძალიან ბევრი. მეორე შეკითხვაა ჯერ. ქალაქები. ქალაქებიც ძალიან ბევრია. არწმუნებული ვარ, ცნობილ ოჯახებზე მეტი არის ქალაქები. დედამიწაზე. ჯერ მარტო საქართველოში რამდენია? პირველი მაგდენი ცნობილი ოჯახი სოფლიოში არ არის საქართველოში რო დასახლებული პუნქტებია. ადამიანები რა გინდა მე კატეგორიას ავირჩევ და შენ უპასუხე ქალაქები. რატო აგდენზე ჩავდგეში, რა გინდა? თუ ცნობილი ოჯახი. არა, ქალაქები. ქალაქები? როკფელერები რაღაცა რა. რატო ხო შეიძლება პიტების ოჯახი იყოს? всё. პიტების ოჯახი. ქალაქები. კი ბატონო, საბოლოო განაწყვეტილება ესა გვაქვს და 4 სავარაუდო ქალაქი. მილანი, ციურიხი, სტამბული, ბრატისლავა. აი ეს 4 ქალაქი გვაქვს. და ვნახოთ რას გვეკითხებიან. დასახელებულთაგან რომელია დედაქალაქი? ეს არის სტამბული არ არის? არ არის ნამდვილად. შვეიცარიის დედაქალაქი რა. ციურიხი. შვეიცარიის დედაქალაქი. აი მილანი და სტამბული გამოვიცხეთ. ისო, ციურიხი. აი, ხათენგო. ციურიხი, შვეიცარიის დედაქალაქი.
40 წამზე ნაკლები გრჩებათ. ციურიხი, შვეიცარიის დედაქალაქი. ბრატისლავა. ბრატისლავა არა მგონია. ციურიხი, შვეიცარიის დედაქალაქი. რა გამოვაშტერე. ბაზელი, ციურიხი. всё, რა თქმა ისკი. მოიცა რა ვქნა? დამეხტა. იყოს აქ იყოს. გადმოდი, ციურიხზე გადმოდი. ბრატისლავა. 7, 6, 5, 4, დატოვე. 3, 2, 1. დრო ამოიწურა. რა უნდა მომაშტერე. 12,000 ბრატისლავა. აი, სტამბული, აი, მილანი, იტალია და რომი მე იყო, ხო, მე მგონი ალბათ. აქ რომელია? ანკარა. აქ რომელია? ციურიხი. რატო ბანკებია ბევრი? მე მახსოვს. ესა? არ მახსოვს. რა გინდა შენ? შენ უპასუხეო, ხო უთხარი? კი. მე რა გინდა? ორი ვარიანტი გამოურიცხე და ხო უნდა ეპასუხა ორში. ხო, მაგრამ რა გინდა, ხო პასუხობდა ბევრს აქეთ. აქეთ კი ხო ედო კაც, ფული ედო აქ, ოჯახი შემომტანეს ედო აქ. ედო ფული ედო აქ. ხოდე? ბევრი. რატო აქ? მე გადავიტანე ცოტა. ჰე? აუ რა ხმა იქნება ეხლა? აი. ბერნი. 88,000. ეწყო იქით ერთი 60,000 რა. ეხა 12 დევს. და უცბად ეხა 12 და აქ დევს 88,000. იდო აქეთ 40-მდე. ბერნი არის შვეიცარიის დედაქალაქი. ბატონო? ბერნი არის შვეიცარიის. კაი დროსი ხარ. ნუ ჯერებ მეგრელია ამას რას უჯერებ კაცო? დამაბრალეს უცბად. თოფორმა წავიდა. 12,000-ით ვაგდალებ წყნარად და შვიდ. შვიდად რა, აღარ იმერვეულებს ამაგიეროთ, რა გინდა. ო განახერთ მაგას. აუ გიზდი რა. აი აკროდ გახარ საერთოდ სხვა არის რა. ეს უკავთ ამ გვერდში მით უმეტეს. ასე. შენ ხმარ გავიგო, უყურე როგორ თამაშობს мама, კაცი. დააბრუნეთ თან ხალხის. კარგად თალწინე, რამდენი აგია. რა დათვლი. მუსხერე ხარ. გაჩერდი, ეხლა ცოტა ხანი გვაცალე. რა მიდოდა მე თქვენ შენ. მოდით ნახოთ მე ეს კატეგორიები. აბა. აბა ამისში ერთი თან კაი კატეგორია მაქვს მარგველაშვილებისთვის გამოყოფილი სპეციალური ორი კატეგორია, წერლები და ქართველი მხატვრები. ქართველ მხატვრებს თუ აირჩევ, გარანტიას გაძლევ ძალიან ბევრი არ არის და იმიტომ რომ იქნება რამდენიმე და მაგალითად ხო? წერლები ხო რა ვიცი ხა არ არის მითებული ქართველია თუ რაღაც გაიგე და ამიტომ აი შენ გადამიწყვიტე ხა ეგ ამბავი შენ გაჩერდი. მოდი მხატვრები. მხატვრები ავირჩიეთ. თენგო გაბნებს. არა ლოგიკურად მივდივართ გაიგე? აუ რა კითხვაზე ჩავიდე. მხატვრები და 4 სავარაუდო პასუხი გამოდის ახლა აი ამ მონიტორებზე. ელენი ახრედიანი, დიმიტრი შევარდნაძე, ლადო გუდიაშვილი და მოსე თოიძე. გაგვიგია ხო ყველა? კი. უკვე კარგია. ეხლა ვნახოთ შეკითხვა. ვინ არის პირველი ქართული ნახატი ფილმის არგონავტების მხატვარი? აბა, ინტუიცია, მოდი. აქ არის სრული ინტუიცია. 4. ვიდგები სტრახოვკაზე მაინც ახლა რა. სულ რამდენი გვაქვს? 12,000. 12,000. ესე.
ნუ ელენე ახვლედიანი ცეცი ყველაზე გამოჩენილი ხატვარი იყო. მულტფილმის ხატვარიო თუ გამოჩენილიო რომელი კი არ გკითხეს. არგონავტების ხატვარიო. 25 წამია. ჰა, მიდი. ერთი უნდა გამოვრიცხოთ, ხო? ხო. ეგ არის? 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 დრო ამოიწურა. შორს რატო მიდიხარ? აქედან რომ დაგეწყოთ არ შეიძლება ახლო, ესე. ნახოთ სწორი პასუხი. გაიხსენი ახლა რა მოხდება? არა უშავს. სამაგოდ გავერთით. მეც გავერთი ძალიან. თათა ყოჩა. გამოასწორებ მდგომარეობა, შენ ვარ დაგედო, მანდ ერთი ძალის მეორეს არ მიუნდებდა გვერდზე. არა, მაინც უამისოთ არა ვერაფერს ვერ. არ გამოგა. მაინც მიკრულის მეკალკარა არის და ყოჩა. საერთოდ ესე არის რომ დატუქსო მე უფრო ის მოშვებიან. ხო ეგრია. დარჩა 5 კითხვა და 4000. ბერნი და ციურიხი არ დამოვიწყდება არას. ხო აღარასოდეს აღარ დაგავიწყდება ეგა. რო გითხავენ შვეიცარიის დედაკე ბერნი თვითონ ნერვიული 98,000 გაქვს დაკარგული მაგის გამო მე ნერვიული ხარ ამ დროს ნახოთ კატეგორიები თეატრი და რელიგია ორივე ტაძარია თან გაჩნია ვისთვის ოღონდ მსახიობებისთვის თეატრი ტაძარია რელიგია ხო? რელიგია. აბა თუპრა. რელიგია. რელიგია. ნახოთ აბა 4 სავარაუდო პასუხი რომელ რელიგიაზე არის ლაპარაკი ეგ მაინც გავარტყიოთ. ნათლისღება, აღდგომა, შობა, სულიწმიდის დღე. აბა ნახოთ კითხვა. ნახოთ შეკითხვა. რომელია უდიდესი დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში? ან შობა ან აღდგომა. ო, აშკარად, მაგრამ ან შობანი ან აღდგომა. არა, შობა. თუ მომდგა. შობა. არ შეიძლება შობა. შეიძლება. შობა. მე ესე გრაფიკო ხარ. 30 მიდი რა ეხა თუ წამი არ გარისკე აზრი არა. ავაჩერო დრო. დარწმუნებული ხარ? ჯერ გააქვს 20 წამი. არა, არ გადავიფიქრებთ მაინც და თუ აღდგომა. ჰა? 12, 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 დრო ამოიწურა. ნახოთ აბა სწორი პასუხი. თუ არ ასწორებ პირდაპირ პირველივე ის ჩააგდეთ. ხონა. ხონა. ადლობა. ეხლა სახეზე მეწერა, ხო არ არის მართალი თქო. ხო. აღდგომის პირველი დღესასწაული პირველი დღესასწაული. რაკნა იცი მაგ დროს? სიგდილი დაამარცხა, გაიგე? კი. მე მიტრიალებს.
ხოდა ყველაზე დიდია რომ გაჩნდა ეკი არა მე რომ წედი აწამეს გაიგე მე აღსდგა სიკვდილისა დამთრგუნველი ამბავია ეგ გაიგე და ამიტომ ყველაზე დიდი სასწაული ყველაზე დიდი დღესასწაული მადლობთ ნახოთ აბა რა ხდება მეხუთე შეკითხვაზე როგორ არის იცი ახლა ის გამოითიშა და სამი სავარაუდო პასუხი მოვა და 4000 ლარით ვაგრძელებთ თამაშს ცეცხლი და მატრიცა აუ შედა რომელში რა იგულისხმება რა ვიცი აბა ეხლა არის ესა მესა გადის ესა გავიდა მატრიცა მატრიცა გავიდა ცეცხლი დარჩა ხო რა მნიშვნელობა მოდი არც ერთი ცეცხლი. ვიცი რა და არც მეორე რა ცეცხლი ატომ მისთიათ ჩაკეთებენ ეს ცეცხლს აბა კითხვა რა კითხვა და ჯერ ცეცხლი გვაქვს და სამი სავარაუდო პასუხიც გვაქვს აბა გრდემლი პარაბოლური სარკე სპეცასანთი გრდემლი პარაბოლური სარკე და სპეცასანთი რა შეკითხვა უნდა იყოს ვის რა ჭირდებოდა აბა გამოუშვით რისი დახმარებით ანთებენ ოლიმპიურ ცეცხლს სპეცასანთი ეგეთი რაღაცა ძალიან არის მარტივია თან რაღაცა ცეცხლი არაბოლური სარკეთი არა მგონი აბა გრდემლით იქნება არაბოლური შეჩუმე იყოს რა ძალიან ბევრს ლაპარაკობთ ძალიან მოდის ხმა რა არ გამოეგამბა სპეცასანთი რაღაცა 40 წამზე ნაკლებია გრდემლი 30 წამი სპეცასანთი რაღაცა არ მგონია ძალიან რაღაც ისეთი პრიმიტიული სპეციალური ასანთით არ შეიძლება ანთებდნენ ოლიმპიურ ცეცხლს და ეხლა თქვენ ხო, მეხუთე ჩაოლებრივი 20 წამი დარჩა ჩაოლებრივი სანთლით რატო არა ასანთი სამი, ორი, ერთი დრო ამოიწურა. ესე ვიდგები, აბა თუ მოვასწრებ დაჭერას. ხო ესე ვიდგები და თუ ჩავარდებათ ჰაერში თუ დავიჭერ. უნდა ჩავარდეს რა ვიცი, აბა? დარწმუნებული, მე არ ვიცი იქ ანთებენ. რის დახმარებით ანთებენ ოლიმპიურ ცეცხლს, მე არ ვიცი. იხმარენ რაღაცას. დავიჭი. მაპატიეთ ვერ დავიჭირე, მაგრამ სამაგერად ეს არის სუმზად მაქვს. ეს არის ჯეოსელის ყველაზე მობილური ინტერნეტი ჯეოკონექტი. დიდი მადლობა მადლობა სწრაფია სხვათა შორის და ორივეს ინდივიდუალური გექნებათ, თქვენ გექნებათ და არ დავჭამთ ერთმანეთს არ დაჭამთ ერთმანეთს ოჯახში. ლამაზად და გემოვნებით. დიდი მადლობა დიდი მადლობა თამაშისთვის. ბერნს არ გაპატიებ. ჩემ თავს არ ვაპატიებ კარგი, ყოველთვის გემახსოვრება და 88 2 წალი რბიანი და 3-0 დაკარგე. კი გემახსოვრება, ხო? კი ღამე დამეს არა და წესით ეგრო გქონე და გააგზავნე ციურიხში პირდაპირ და იტანდი ბანკში. წავიდო და პროცენტები. დიდი მადლობა მინდა ხდება ხო. გითხრა. მადლობა დიდი მადლობა შენ ბოდიში ხარ ვიცი რა ხუმრობა იყო ეს ყველაფერი. მოდი დამიდექით გვერდზე ერთად დავამშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებელს. მაშასე გემშვიდობებით ჩემ მოთამაშეებთან ერთად შევეცადეთ რომ კარგი სანახაობა გვეჩვენებინა თქვენთვის, თუმცა კარგი იქნებოდა რომ ფულიც მოგვიგო, მაგრამ ჯეოკონექტებით დარჩით. თქვენ კი გაქვთ ჩანსი მოხვიდეთ ჩვენთან იმედზე, ან ითამაშეთ, ან გვიყურეთ. შოუს უყურეთ. ფულთან თამაში. მიაუ!
ფულთან თამაშს ცნობილი ქართველი ლამაზმანები ლალი ტოტიკაშვილი და ირინა ონაშვილი რისკავენ. ეხა არ დამანახოთ ნებიულო. პირველი წარმატებით გამოწვეული უმართავი სიხარული. ძნელია მოусმინოს საკუთარ ინტუიციას, როცა შენს ხელში 100,000 ლარია. მე მეშინია შენ. ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტები ბიჭი ივანიშვილი და ბაქი ლორთქიფანიძე ცდილობენ ბოლომდე შეინარჩუნონ ის, რაც ჯერ კიდევ მათ ხელშია. ოპტიმისტი და რეალისტი. მეორე პესიმისტი პოეტია. არა, არც ერთი. მაგრამ არავინ იცის, როგორ დასრულდება მუზების მეგობრების პოეტურ ნოტაზე დაწყებული თამაში ფულთან. შეჩერდი და რაც გინდა ისი შეჩერდა. დაჩერდა. ნახეთ შაბათს. ფულთან თამაშის უჩვეულო რაუნდი. იმედზე.